ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თუ გსურთ გაიგოთ, რა საინტერესო სიახლეებია კინოსა და მუსიკის სამყაროში, რა საქმიანობენ ვარსკვლავები, მაშინ უყურეთ პროგრამა ინფორმატორს ლაილაისთან ერთად. თავდაპირველად ჩვენს პატარა ქვეყანაში მომხდარ სიახლეებს გავეცნობთ. სიმღერა, რომელზეც თანთა გოგუაძე და აჩიკო ცანკაშვილი მუშაობდნენ, უკვე მზადაა. მისი პრემიერა რადიო ფორტუნა პლუსში შედგა. სიმღერას, რომელიც ჯგუფ ინტროს ეკუთვნის, ასე ჰქვია: მინდა ყველაფერი გაჩუქო. დავიწყეთ. რიგით 86-ე გადაცემა ჰიტათეული სამამულო ათეული და ვიდრე დავიწყებთ უშუალოდ იმ 10 ქართული სიმღერის მოსმენაც, რომლებიც შეადგენენ ჩვენი დღევანდელ ათეულს, მოდით მანამდე მოვისმინოთ ახალი სიმღერა. ანუ სიმღერის პრემიერა ფორტუნა პლუსზე. ელოდი დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ რა მოიტანეს დღეს მას, ანუ თამთამ და ცანკა. ჩვენ მომიტანეთ სიმღერა ახალი, ჩვენი რიგით მეორე დუეტი, ტექსტი ეკუთვნის ძვალს, რეპერ ძვალს. არანჟირებას და სიმღერის ჩაწერაც მოხდა ჯგუფ ინტრო სტუდიაში. მოკლედ ტექსტის გარდა ყველაფერი ინტროს ეკუთვნის. ღერის თამთა გოგუაძე და არჩილ ცანკაშვილი. Amas ვიცის ამერას დროს ვიხდება იცოდე მე შენი სიყვარული ჭირდება მინდა ეს გული შეგაჩუქა ეს მისტუმა ისულებ ნუ მოხალოდის მინდა დღეშე ყველაფერი გაჩუქა კიდევ გამომდინარე რომ რაღაც ძიების პროცესში ვიყავით ჩვენც და ინტროც უფრო ჩვენ იმიტომ რომ ვეძებდით თითქმის ყველა სტუდიაში ვიყავით მსვლელები ვეძებდით რაღაც კარგ სიმღერას საკმაოდ დიდი დრო დაიკავა ამ ძიებამ დაახლოებით 1-2-3 თვე და ბოლო მოვძებნეთ მივხვდით კი არა და მივაგნეთ იმას რომ ინტრო წერს თურმე ესე სადუეტო სიმღერებს ასაგებია ძალიან კარგი. იგი მინდა ყველაფერი გაჩქო, რიგით მეორე დუეტი თქვენი რაღაცა მეორე ოჯახური დუეტი, მესამე და მეოთხეც იგეგმება? ნახოთ, თუ კარგად მოიქცევით, შეიძლება ჩავწეროთ. შეიძლება რაღაც ესე იგი სემეინი ალბომიც გამოვიდეს, ხო? არა, გასაკვირი მე მგონი, ხო? არა. შეიძლება. როცა ადამიანთან გაქვს ურთიერთობა მithmes როცა არის მეუღლე, აქ მარტო იმაზე არა ლაპარაკი, რომ მეუღლე და всё მორჩა. აქ არის იმაზე რომ რაღაცა მუსიკალური გაზიარებებიც მიდის ოჯახში, ამაზე საუბარია. ჩაწერის დროს როცა ესწრების სიტყვაზე სოლო სიმღერის ჩაწერაზე რაღაცა და ეს უკვე გავსებს და ადვილად გასაგებია ერთმანეთის ენას პოულობ. თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი შეემატა. ქაროსლაში შედგა პრეზენტაცია ვლადიმერ კანდელაკის მოთხრობის სახელწოდებით ყვავის დამა. იმდენი ყვავის დამები მყავდა. ანგრევდნენ ყველაფერს, ოჯახი, ისა. თავის თავსაც საკეთ მოუხაზეს. მე არ ვიცი მაინც ეს ბედი მაქვს რომ ისე იგი მასათებს ხვდებით. ამის გარდა წიგნზე არის ლაპარაკი მის ნამუშევარზე, ეს რა თქმა უნდა ახალია, ჩემთვის არის სწორედ ვალოდია კანდელაკი ზუსტად რაც არის, ეს არის ასახული სწორედ მის წიგნში და ესეთი რაც ამას მოვიდა დაემართა რომ იტყვია რა სიტუაციებიც შეიქმნა მისი ირგვლივ, ესეც ვალოდი არის და ყველაფერს აი მის ცხოვრებას უჩვენებს. იმიტომაც დავარქვი. ყვავის ეგ ჩაიკოვსკი არ არის, ეგ ის არ არის. ეგ პიკის ხალათ არის და აქ ყვავის დამა. რუსულად ჟღერს დამა პიკ. დიდი ხანია, დიდი ხნის წინ სადღაც 60
70-იანი წლების დასაწყისში უკვე ერთი ამის კარგი ნახატი საჩუქრად ჰქონდა ვოვასგან, მისი წიგნები ჰქონდა ყოველთვის. ჩვენი ურთიერთობა აღდგა, როდესაც 93 წელს მე დავინიშნე საქართველოს ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაეროში. ასე რომ ნიუ-იორკ, ვაშინგტონში ბევრად ვიმოღვაწევეთ, ბევრი ერთად. ძალიან სერიოზული გამოფენები გაკეთდა რამდენიმე საგამოფენო გალერეიაში. წარმოიდგინეთ დაანგრეული საბჭოთა კავშირის შემდეგ გენერალის ფორმაში თვითმფრინავში ლონდონში თუ სადღაც და შემდეგ ციხეში იქაც ბევრი ჯერ ჰქონდა საუბარი მაგ პერიოდში ლონდონ, ნიუ-იორკში, მაგრამ ყველაფერს არ ამბობს. თავისუფალ თეატრში 10 დეკემბერს გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა მონადირე. ვამპილოვის პიესის იხვებზე ნადირობის მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში მთავარ როლს ასრულებს თამთა ჭელიძე. რეჟისორი გახლავთ გიორგი შაუტაშვილი, ინფორმატორი კი წინა საპრემიერო ჩვენებას დაესწრო. ნახვამდის გარეუბანი ბროდვეი გველოდება. სალუტ. ჩემი გმირი არის მთავარი გმირის მეუღლე. და ორი ისეთი მთავარი როლია. ყველა კარგი როლია, ყველა მთავარი როლია, მაგრამ ეხლა ამათზეა მთელი სპექტაკლი. ვერა. სალამი არის. როგორ ახარ ვერა? რამდენი ხანია არ მინდა ხარ? მე ველოდებოდით. იხისო. ალით. კანკა, მოდი მოგიხმარები. ყველაფერი გამზადებული. ვიქტორ, ისენ ბედნიერებას მოგიტან. ასე არ არის. ახლა კი ჩვენი ჯერია. ასე არ არის. მოიტანე. მოგესალმებით, ახალ ბინაში. ამერ საჭირო. მესამე კურსზე დავდგით ეს პიესა ჩვენ თეატრალურ ინსტიტუტში. ალბათ არც ისე წარუმატებლად, იმიტომ რომ შემდეგ სტუდენტურ ფესტივალებზეც იყო ერთ-ერთმა მთავარი შემსრულებელმა მთავარი პრიზი იყო მამაკაცის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრის საუკეთესო დებიუტისთვის და იცით აი ამან გადაგვაწყვეტინა რომ უკვე ეს სტუდენტური სპექტაკლი გვექცია თეატრალურ სპექტაკლად ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ხაჭკიან ვარ, მაგრამ ის ხსოვდა ძალიან წინ დაუხედავთ. ასეთ მოწევით შორს ვერ წავა. სულუქი იყოს ეს მიწა ვიქტორისთვის. საკუთარ კარგად ვღერია ჩემი სტუდენტები და მე უცებ ერთ-ერთი ვასი კოდიშვილი გამოჩნდა პირველ სტერეოზე და იქ რაღაცა აქვს რაღაცა იმღერა თუ რაღაც მე თამთა გამოჩნდა ჭელიძე ტელევიზიით მე სუფრაზე იმღერეს ბრწყინვალეთ და მე მეკითხეს თქვენ ალბათ კონსერვატორიაში ასწავლით ასე რომ თამთა საესტრადო მოღვაწეობასთან კურიოზიც არის და ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.